10 ოქტომბერი მეტყევის დღეა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებულად ღირებული პროფესია, რადგან სწორედ მეტყევები ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველოს ულამაზესი ტყეები, ჩვენი ეკოსისტემა დაცული და სიცოცხლით სავსე დარჩეს. ჩვენი ჟურნალისტი მარიამ მესხი გურიაში ჩავიდა და მოდით ერთად ვნახოთ მისი მომზადებული სიუჟეტი მეტყევე ბექა ბაგურაძეზე. ბექა ბაკურაძე მეტყევე გურიიდან. ბუნების სიყვარულმა გადამაწყვეტინა რომ ამერჩია მეტყევის პროფესია, რადგან უფრო ხშირი ურთიერთობა მქონოდა ბუნებასთან. რაც დასახული მქონდა მიზნად განვახორციელე 2016 წელს ჩავაბარე სატყეო საქმის ფაკულტეტზე. 2020 წელს სასწავლებლის დასრულების შემდეგ ახლო ხანებში დავიწყე გურიის სატყეო სამსახურში სტაჟიორად 3 თვის ვადით მოღვაწეობა. ეს 3 თვე ჩემთვის ფრედ მნიშვნელოვანი 3 თვე იყო, რადგან მიწევდა ბევრი ისეთი საინტერესო საქმის კეთება, რასაც უშუალოდ ეს პროფესია მოითხოვს. მაგალითად, მიწევდა ტყეგაბებზე სიარული, ტყეგაბების მონიშნა, ტყეგაბების გახსნა, დახურვის პროცესებში მონაწილეობის მიღება. გათენდა დილა მოემზადებით, მივდივართ სამსახურში. არის გვაქვს მეტყევეებს კიდევ კერძო დავალებები, ანუ მოსახლეობას, რომ შესაძლოა შემოაქვს განცხადებები ხე-ტყის დაფინიშებასთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის გაცემასთან დაკავშირებით, ეწერება მეტყევეს და შემდეგ უკვე ჩვენ მეტყევეები მივდივართ კონკრეტული დავალების შესასრულებლად, რაც დაგვეწერება და რაც გვავალია. ერთდროს იქეთ ტყეგაბებზე სიარული, მაგალითად ტყეგაბის მონიშნის მასალების გაკეთება, ტყეგაბის შუალედური დათვალიერების აქტის გაკეთება, ტყეგაბის გაუქმების, ტყეგაბის დახურვის ყოველა პროცესის შესასრულებლად გვიწევს კონკრეტულ ტერიტორიაზე მისვლა და გადამოწმება იმ ტყის კონკრეტული ფართობის, სადაც მონიშნულია და გამოყოფილია მოსაჭრელი ხეები. ძირითადად ჩვენ მეტყევეები, ჩვენი სამოქმედო ტერიტორია ბუნებაა და ტყეა. და თითქმის მთელი დღის 80% გვიწევს ტყეში მოძრაობა და ბუნებასთან ურთიერთობა. ქონია ისეთი მომენტი, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში მივდიოდით კონკრეტულად ტყის ფართობის გადასამოწმებლად და დიდი გამავლობის მანქანაზე ურალზე ვიყავი ზემოდან შემომდგარი და სადღაც ჩემგან ერთ 20-30 მეტრის რადიუსში დავინახე მოდის დათვი და ცხოვრებაში არ მქონია ესეთი მომენტი რა და ჩემთვის იყო ძალიან სასიხარულო და დამამახსოვრდა რა და იმისფერი არ შემხვედრია ნამდვილად და სულ მინდა რომ რაღაც შემხვდეს სადმე გინდი დათვიშველი ირემი და ნამდვილად არ მქონია ესეთი პროცესი რა არ შემხვედრია იმისფერი და ჩემი სურვილია რომ დავინახო. ახლა უფრო მოტივირებულიც ვარ რომ მინდა რომ გავიდე სულთუკისადმი გასასვლელია, საქმე გასაკეთებელია, მინდა რომ წავიდე და მე თვითონ შევასრულო ის კონკრეტული საქმე და მინდა რომ განვითარე ამ სფეროში და გავხდე წარმატებული მეტყევე. ჩემი რჩევა იქნებოდა იმ ახალგაზრდების მიმართ, ვისაც არ აქვს ჯერჯერობით არჩეული თავისი პროფესია, აირჩიონ მეტყევის პროფესია, განვითარდნენ, გახდნენ წარმატებული მეტყევეები და ერთად ახალგაზრდებმა ერთიანი ძალებით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის სილამაზის, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება, რასაც ჩვენი ქვეყნის ბუნება ჰქვია. ამაზე უკეთეს პროფესიას რას აირჩევს ადამიანი ჯონი მითხარი აბა? ვერაფერს ვერ გეტყვი, საოცარი პიროვნება, საოცარი პროფესია და მე ძალიან კარგად ვიცი შენი ოცნება რომ ჟურნალისტი რო არ ყოფილიყავი მეტყევე ვიქნებოდიო, შენი სიტყვები რეინჯერი, კი ბატონო.